Bugatti ტურბინონის პირველი სატესტო პროტოტიპები გზებზე გამოჩნდნენ. Ძალიან გვიყვარს ჩვენი ჰიპერკარები და განსაკუთრებით Bugatti თავისი განუმეორებელი V16W 16 ძრავით. ანანორმალური ვერტკიჭები. ანანორმალური მონაცემებით, ძალიან დიდი სიმძლავრით და ემოციებით, რომლებსაც Bugatti განუმეორებლად გვანიჭებს. მოკლედ, ახალი მოდელი დაანონსდა, რომელიც სხვადასხვა Euro 7 სტანდარტებს დააკმაყოფილებს და Bugatti-მ აღნიშნა, რომ მას ექნება 3 ელექტროძრავი და ასევე ატმოსფერული 16 ცილინდრიანი ძრავი. აქამდე Bugatti იყენებდა 16 ცილინდრიან ძრავებს, რომელსაც 4 ტურბინა ჰქონდა დამაგრებული და ესე ვთქვათ, გამოიმუშავებდა სრულად სიმძლავრეს ამ ძრავისგან, თუმცა ამჯერად იქნება 3 ელექტროძრავი, ჩემი ვარაუდით ერთი ძრავი იქნება წინ, 2 ძრავი იქნება უკან და სადღაც შუაში მძღოლის უკან ალბათ ეს თავისი ატმოსფერული 16 ცილინდრიანი ძრავი. რადგან ატმოსფერული ძრავია 16 ცილინდრით Bugatti-ში გამოყენებული, ვეჭვობ, რომ ძალიან კარგი ხმა ექნება. ზოგადად ტურბინიან ძრავებს ასე ვთქვათ, ხმა ეკარგებათ ატმოსფერულებთან მიმართებაში. ატმოსფერული ძრავი უფრო მეტად ხმაურიანია და სიმძლავრეს როცა გამომუშავებს, უფრო ყვირის. Bugatti-s ყოველთვის ჰქონდა, ყოველთვის არა, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით Chiron, Veyron და ასე შემდეგ იყო ტურბინიანი ძრავები და კი რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ხმა ჰქონდათ ამ ავტომობილებს და მუშაობდნენ ინჟინერები ამაზე რომ მაგარი ხმა ჰქონოდა, თუმცა ეჭვი მაქვს რომ 16 ცილინდრიანი ძრავის ხმა უფრო კარგი იქნება და უფრო სასიამოვნო მოსასმენი. მოკლედ დაველოდოთ, რომელიც სხვადასხვა უკვე Nürburgring-ზე იტესტება, ძალიან აქტიურად მიდის ტესტები და ნახოთ როგორი გამოვა Bugatti-s ახალი მოდელი.